ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ქმედებები ისევ მწვავე კრიტიკას იმსახურებს ესპანეთის მხრიდან. მიუხედავად ვაშინგტონისა და თელ-ავივის მიმართ პოლიტიკური კეთილგანწყობისა, ასევე ამერიკულ მხარესთან გაფორმებული არაერთი შეთანხმებისა, მადრიდი აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში განლაგებული ესპანური ბაზები სამხედრო მიზნებისთვის ვერ იქნება გამოყენებული. Rotundamente en las bases que hay en კატეგორიულად ვამბობ, რომ მორონსა და როტაში მდებარე ბაზებიდან არანაირი დახმარება. აბსოლუტურად არანაირი არ ყოფილა გაწეული ამ ქმედებებისთვის ან ბაზებზე განხორციელებული თავდასხმებისთვის. მართალია, შეერთებულ შტატებთან შეთანხმება არსებობს, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს შეთანხმება უნდა მოქმედებდეს საერთაშორისო წესრიგის ფარგლებში, ხოლო მსგავსი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ნებისმიერი შესაბამისი ორგანოს საერთაშორისო მხარდაჭერით. ისრაელისა და შეერთებული შტატების სამხედროების მიერ ჩატარებული ოპერაცია ცალმხრივად მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციების მხარდაჭერის გარეშე და შესაბამისად ისინი ამ ბაზებს არ იყენებენ. ცხადია, პრობლემა უნდა გადაიჭრას დიპლომატიური გზით. გვესმის, რომ ძალადობა უნდა დასრულდეს. გვჯერა, რომ ირანელ ხალხს აქვს უფლება გათავისუფლდეს და ამას პირველ რიგში ირანელი ქალებისთვის ვამბობ, მაგრამ ირანმა თავად უნდა გადაჭრას საკუთარი პრობლემები. გვჯერა, რომ ძალადობა, კონფლიქტები და სიკვდილი ვერასდროს იქნება ვერც ერთი პრობლემის გადაჭრის გზა. რა თქმა უნდა, ესპანეთის სრულად ეწინააღმდეგება ძალადობას, რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, ისინი ყოველთვის სამშვიდობო მისიებში არიან ჩართული. ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით ახლა, როგორც უკვე ვახსენე, მიმართულია ირანელი ქალებისადმი და აუცილებელია კაფეოდ ითქვას, რომ ამ ბაზების გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჰუმანიტარული თვალსაზრისით. სხვაგვარად ვერ იქნება, ვიდრე არ არსებობს საერთაშორისო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი პატივცემული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებულ ქმედებებს. პირველ მარტს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ როდესაც საზოგადოება ან სახელმწიფოები ერთი საძულველი რეჟიმის წინააღმდეგი არიან, არ შეიძლება ისინი მხარს უჭერდნენ მეორე მხარის უსამართლო, სახიფათო სამხედრო ინტერვენციის დაწყებას, რომელმაც შესაძლოა მთელი მსოფლიო მოიცვას პირდაპირ თუ ირიბად. მადრიდში გაკეთებული ამ განცხადებების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპანეთი ირანის ბოროტი იმპერიის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რასაც ესპანურმა მხარემ აბსურდული ბრალდება უწოდა. ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე ირანი ევროპის სახელმწიფოებს აფრთხილებს, რომ მათი ნებისმიერი თავდაცვითი ქმედება აღქმული იქნება როგორც ომის გამოცხადება და სამხედრო აქტი. თეირანში ეს განცხადება გააკეთეს მას შემდეგ, რაც კონფლიქტის ზონაში საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა მზაობა გამოთქვეს.